ჩემი დღევანდელი ქადაგება მე მინდა გესაუბროთ სულთმოფენობის ქადაგების არსზე. სულთმოფენობის ქადაგების არსზე. იცით მოგეხსენებათ სულთმოფენობა რა არის, საიდან მოდის აი ეს სიტყვა? სულთმოფენობა უკავშირდება მამისაგან გამოხმობილ სულს, რომელიც იესომ გამოიხმო მამისაგან აი ეს სული სულიწმინდა და სულთმოფენობის დღეს, ზოგან წერია მერგასე დღეს, ზოგან წერია 50 დღეს აი ეს სულიწმინდა ზეციდან მოვიდა დედამიწაზე პირველი 120 ადამიანი მოინათლა სულიწმინდით, მიიღო ღმერთის სული და თუმცა სამ დიდ საქრისტიანოში, სამ დიდ მე ვგულისხმობ მიმდინარეობაში, ქრისტიანობაში, კათოლიკური ეკლესია, მართლმადიდებლური ეკლესია, პროტესტანტული ეკლესია, ეკლესიები, თუმცა არსებობს რიგ საკითხებზე განსხვავებები და სხვადასხვა შეხედულება, მაგრამ აი ამ საკითხში რომ სულთმოფენობის დღეს, იგივე 50 დღეს ქრისტეს აღდგომიდან, მაშინ როდესაც ზეციდან სულიწმინდა მოვიდა და მოინათლეს ადამიანები, ჯერ 120 ადამიანი, ეს დღე, სულთმოფენობის დღე, გახლავთ ეკლესიის დაბადების დღე. ამ დღეს დაიბადა იესო ქრისტეს ეკლესია. დაიბადა დიდი ხმაურით, დიდი ძალით, შემდგომ დიდი შრომასაქმიანობით და ღვაწლით. ეს ყველაფერი იერუსალიმიდან იწყება, მაგრამ რა თქმა უნდა იერუსალიმში არ მთავრდება, განივრცობა, მოიცავს ქვეყნებს, მოიცავს კონტინენტებს დროთა განმავლობაში. და რისთვისაც მინდა აი ამ საკითხზე გესაუბროთ, ზუსტად ის არსი, რაც იყო მისი დაბადებისა, რაშიც მდგომარეობდა, თუ ეკლესია არ დაკარგავს აი ამ არსს, გაუფრთხილდება მის მნიშვნელოვნებას, რისთვისაც ღმერთმა შვა დააფუძნა ეკლესია დედამიწაზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ ზოგიერთი ეკლესია, ზოგიერთი მიმდინარეობა კარგავს ამას. კარგავს ამას და როცა კარგავს, ვეღარ არის იმ სიცოცხლეში, სხვა რამეში გადადის, ზოგი პოლიტიკაში გადადის, ზოგი ეკონომიკაში გადადის, ზოგი კიდე სხვა რაღაცაში გადადის, რაც არ არის ეკლესიის არსი. ამაში არ მდგომარეობს ეკლესიის არსი. რომ ის გახდეს პოლიტიკური, ეკონომიკური და ასე შემდეგ. ამიტომ სწორედ აი ამ საკითხზე მინდა გესაუბროთ და ჩემი პირველი მუხლი, პირველი ადგილი, რომელიც მინდა წაიკითხოთ, ეს გამოცხადების 22 თავიდან არის. ანუ აი ამ წმინდა ბიბლიის, ასე თქვათ, ბოლო თავი არის გამოცხადების წიგნი და ბოლო წიგნი არის გამოცხადების წიგნი და ამ ბოლო წიგნის ბოლო თავიდან მინდა პირველი მუხლი წავიკითხო. გამოცხადების 22-ის 1. და ნახეთ რა წერია. და მაჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე ბრწყინავი, როგორც ბროლი, რომელიც ღმერთისა და კრავის ტახტიდან მოედინება. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ მან
ღმერთისაგან გამოცხადებით იხილა აი ეს სურათი ზეცაში და მე ვფიქრობ ეს მარადიული სურათი არის რომელიც არაზროს დავიწყებას არ უნდა მიესწეს ეკლესიის ცხოვრებაში ჩვენს ცხოვრებაში და ეს სურათი ხედვა გამოცხადება ასეთი იყო მან იხილა ღმერთი თავის ტახტზე მჯდომარე მის გვერდით წერია კრავი ღმერთის კრავი ჩვენ ვიცით ვინ არის ეს ღმერთის კრავი იგივე იესო ქრისტე და ასევე იხილა რომ აი ამ ტახტიდან მოედინება სიცოცხლის წყლის მდინარე მოდით მოკლედ ამ სურათთან დაკავშირებით რაც არ უნდა იყოს როგორც არ უნდა წარიმართოს ცხოვრება რა პრობლემებიც არ უნდა იყოს რა აპოკალიფსებიც არ უნდა დატრიალდეს ღმერთი ყოველთვის ზის თავის ტახტზე და მას არაფერი არ გამოეპარება მან ყველაფერი იცის ყველაფერი მის კონტროლს ექვემდებარება შეუძლებელია მას ვინმე იმპიჩმენტი მოუწოს შეუძლებელია ის ვინმე გადააყენოს შეუძლებელია მან ტახტი დაკარგოს ღმერთი ზის თავის ტახტზე და როცა ლაბარაკი არის თავის ტახტზე ლაბარაკი არის უმაღლესი ძალაუფლების პოზიციაზე ღმერთის ძალაუფლება არის უმაღლესი ძალაუფლება და ის მას არასდროს არ კარგავს ღმერთი ზის უმაღლესი ძალაუფლების ტახტზე ის მართავს ყოველივეს დიდება მას ამისთვის რატომ კრავი რატომ არის ნახსენები კრავი იმიტომ რომ ყოველგვარი ცოდვების პატიება ყოველგვარი გამოსყიდვა რაც ადრე ძველ აღთქმაში იყო თუ როცა იყო სხვადასხვა ცხოველების სისხლით ხდებოდა ცხოველების დაკვლით ხდებოდა ყველაფერი ეს დამთავრდა დასრულდა და ყველაფერი ეს განხორციელდა ღმერთის კრავის იესო ქრისტეს ჯვარცმაში და სიკვდილში კრავი მოგეხსენებათ თვინიერი ცხოველი არის და იესო როგორც ღმერთის კრავი მოვიდა მიწაზე რათა აღესრულებინა მამის ნება რა იყო მამის ნება მამის ნება იყო რომ ადამიანები დახსნილიყვნენ ადამიანები გადარჩენილიყვნენ ადამიანებს მიეღოთ ცოდვების პატიება ადამიანებს ქონოდათ საუკუნო სიცოცხლე და ყველაფერი ეს აღსრულდა გოლგოთის ჯვარზე ღმერთის კრავის მიერ იესო ქრისტეში რომელიც უხმოდ თვინიერად რაიმე წუწუნის ჩივილის და ტვინვის გარეშე მიდიოდა თავისი ფეხი თავიდა თავისი სიცოცხლე დადო თავისი წმინდა სისხლი დაღვარა და გახდა პირმშო ყველა გამოსყიდულისა დიდება უფალს ამისთვის ის არის ღმერთის კრავი და როცა ის კლდებოდა სწორედ მაშინ წარმოითქვა ეს სანატრელი სიტყვა აღსრულდა სწორედ ამ დროს აღსრულდა კაცობრიობის გამოსყიდვა სწორედ ამ დროს აღსრულდა შენი და ჩემი გამოსყიდვა სწორედ იმ დროს როცა იესო ჯვარზე კლდებოდა და მისი წმინდა ძვირფასი სისხლი იღვრებოდა ის არის კრავი შემოქმედი ღმერთი ადამიანში ჩვენი ცოდვების ურჩობის და უღმერთოების გამო გახდა გამომსყიდველი ღმერთი ჩვენ ყველამ შევწოდეთ ჩვენ ყველამ ტრად გამოვედით ღმერთის წინაშე ადამიანში მაგრამ მოგვეცა მეორე შანსი ხელახალი შანსი იესო ქრისტეში ამიტომ არის ის
კრავის სახით დაწერილი, კრავმა, ღმერთის კრავმა, იესო ქრისტემ, მას შემდეგ რაც აღასრულა მამის ნება, მან დაიკავა ძალაუფლების ტახტი ზეცაში მამის მარჯვნივ დიდება უფალსამისთვის. ყველაფერი მას გადაეცა მამისაგან, ხოლო იესო ქრისტემ ყოველივე ეკლესიას გადასცა. და როგორც ერთი ღმერთის კაცი იტყოდა, იცით რა არის სულთმოფენობის ქადაგების არსი? იცით რა შემდგომარეობს აი ამ ქადაგების არსი? მამა ღმერთმა სულიწმინდა ღმერთის მეშვეობით, რომელიც მდინარის სახით არის წარმოჩენილი, რომელიც მამისა და კრავის ტახტიდან მომდინარეობს. მამა ღმერთმა სულიწმინდა ღმერთის მეშვეობით კაცობრიობას გაუცხადა ღმერთის ძე იესო ქრისტე აი იმ ადამიანური ჭურჭლის მეშვეობით, რომელსაც ქვია ეკლესია. და რადგან ის პირველი ეკლესია, რომელიც წეღან ვახსენე, ასეთი იყო, ძალმოსილებაში დაბადებული, ქრისტეს დავალებაზე მოწყობილი, სულიწმიდით მონათლული და სულით სავსე, შეუპოვარი და დაუოკებელი, რომ იესო ქრისტე ეკადაგა. რადგან როგორც თქვით, იესო ქრისტეს გაცხადების გარეშე, იესო ქრისტეს რწმენის გარეშე ქვეყნიერებას იმედი არ აქვს. ქვეყნიერებას გადარჩენა არ აქვს. გონიათ ადამიანებს, რომ ფულია საშველი, გონიათ ადამიანებს, რომ პოლიტიკაში და ძალაუფლებაში და თანამდებობაში მოსვლა არის საშველი, მაგრამ არაფერი არ არის საშველი იესო ქრისტეს მეტი. იესო ქრისტეს მეტი. ის არის საშველი, ის არის მხსნელი, ის არის უფალი, დიდება უფალსამისთვის. და ამაში მდგომარეობს არსი სულთმოფენობის გადაგებისა. მამა ღმერთმა სულიწმინდა ღმერთის მეშვეობით ქვეყნიერებას გაუცხადა აი ეს მხსნელი, აი ეს კაცი იესო ღმერთის ძე, დიდება უფალსამისთვის. და ეკლესია სწორედ ამაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. მეორე ადგილი მინდა მოგაწოდოთ წმინდა წელი და როგორც შეგვირდით სულ 5 მაქვს. მეორე ადგილი წერილიდან გახლავთ იოანეს სახარებიდან. იოანეს სახარებიდან მე-7 თავის 27-38 თავები. დღესასწაულის უკანასკნელ დღეს ადგა იესოს შესძახა და თქვა, თუ ვინმე წყურია მოვიდეს შემთან. ვისაც მე მწამვარ, როგორც წერილი ამბობს, მისი მუცლიდან იდინებენ სიცოცხლის წყლის მდინარეები. თუ წყურია, თუ დაგღალა ცხოვრებამ, თუ დაკანცა, არაკათი გამოგელია, გადაიღალე, გადაიწვი.
ვერ იპოვე ის, რასაც ელოდი, რაც გინდოდა. აქეთ მიდექი, აქეთ მოდექი. მაგრამ შენი გული და სული არ დაკმაყოფილდა, ვერ დაწყრუდა. ვერც დაწყრუდება. ამ ქვეყნიერების სასმისით. მისი დაწყრულება მხოლოდ იესო ქრისტე შეუძლია. ისე დაწყრულოს შენი სული, შენი გული. და არა მხოლოდ დაწყრულოს. არა მხოლოდ შეავსოს. შენი მუცლიდან იდინოს სიცოცხლის წყლის მდინარეებმა. სწორედ იმის გამო, რომ პირველი ეკლესიიდან მოედინებოდა ეს სიცოცხლის წყალი. აი ეს მდინარე. სწორედ ამის გამო იყო, რომ ადამიანები გადარჩენას ღებულობდნენ, ეკლესიები ფუძნდებოდა, ღმერთის სიტყვა მრავლდებოდა. ამ ადამიანებს პირველ ეკლესიას ჰქონდა სწორედ აი ასეთი დამოკიდებულება. მათ სწოროდათ იესო ქრისტე. იესო ქრისტეს პირველი ადგილი ეკავა მათ ცხოვრებაში. გადმოცემები და მემატიანები ამბობდნენ, გადარეულები იყვნენ პირველი ეკლესიის ტოლვით და სიყვარულით ქრისტეს მიმართ და ამბობდნენ, რომ ასეთი არაფერი გვინახიაო. ცოდვის ჩადენასო, სიკვდილი ურჩევნიათო. მათ ისე უყვარდათ იესო ქრისტე და მათ ისე იცოდნენ, რომ ცოდვის ჩადენით მას დაამწუხრებდნენ და სიცოცხლის წყლის მდინარეების დინებას შეაბრკოლებდნენ, შეაჩერებდნენ. სიკვდილზე წასვლა ერჩინათ ცოდვის ჩადენას. ასეთი რწმენა ჰქონდათ. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ. მათ იცოდნენ, რომ ეს მდინარე არ უნდა გაჩერებულიყო. მათ იცოდნენ, სულიწმინდის დინების პრინციპი თვითონაც დაწყრულებულები უნდა ყოფილიყვნენ, თვითონაც შევსებულები უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ ამ სიცოცხლის წყალს, მდინარეს, რომელიც მათში ჩაიღვარა, აი ამ სულისაგან, რომელიც ზეციდან წამოვიდა, მამისა და კრავის ტახტიდან, არ უნდა გაჩერებულიყო მათში. მათში არ უნდა შეკავებულიყო. ზოგადად ასეთი არის მდინარის პრინციპი. მდინარე მიედინება. მდინარე გუბი არ არის, რომ სადღაც თავი მოიყაროს. მდინარე არც ტბა არ არის, რომ სადღაც მთებშუა გაჩერდეს. მდინარე არც ჭაობი არ არის, რომ ჩამყაღდეს და სუნიანი გახდეს. მდინარე მდინარეა. ის მოედინება. კაცმა არ იცის, საიდან იწყებს სათავეს და კაცმა არ იცის, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს. ის მდინარეა. და ყველგან სულიწმინდის დინება და გადაადგილება შედარებული არის მდინარესთან და არა გუბესთან, ტბასთან და ჭაობთან, რომელიც წყალი კია, მაგრამ გუბდება და აღარ გაედინება. ეს იცოდა პირველმა ეკლესიამ, ეს იცოდა იმ მორწმუნეებმა, იცოდა, რომ ამ მდინარის დინების გაჩერება არ შეიძლებოდა, მისი შეკავება არ შეიძლებოდა, მას უნდა ედინა. მაგრამ მათ ისიც იცოდნენ, ამ დინებას რა აფერხებდა და რა აჩერებდა. მათ იცოდნენ, რომ ცოდვას, ქვეყნიერებას, უმართლობას, ეშმაკს, უღმრთოებას და ურჯულოებას შეეძლო მისი გაჩერება, შეეძლო მისი შეკავება. ამიტომაც იყვნენ, რომ ცოდვას და უღმრთოებას სიკვდილი ერჩივნათ. მათ იცოდნენ, რომ ეს მდინარე არ უნდა გაჩერებულიყო. რა მდგომარეობაში მოვდივართ ხოლმე სახლებში.
როცა მოგდის ხოლმე განცხადება, რომ აი წყალი შეწყდება. თუ რამდენიმე საათით კიდე არ აუშავს, მაგრამ თუ ეს რამდენიმე საათი ერთი დღე გახდა და ორი დღე და სამი დღე, მერე უკვე მთელი ზომები არის მისაღები, იქ დასალევი წყალი გჭირდება, იქ დასაბანი წყალი გჭირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხომ? წყალი არ უნდა გაჩერდეს. დინება არ უნდა შეწყდეს. და წყალი რომ არ გაჩერდეს და მდინარე რომ არ შეწყდეს, ეს სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ჩვენს წყურვილზე, როგორ წყურია ის და იმის სურვილზე, რომ ეს არ გავაჩეროთ. რაიმე შეცოდების, უღმერთოების და უმართლობის გამო. მოდით კიდევ ერთი ადგილი ისევ გამოცხადების წიგნს დავუბრუნდები. ეს უკვე ჩემი მესამე ადგილი გახლავთ, დაპირებული 5-დან. გამოცხადების 21 თავი. მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები. გამოცხადების 5, 6, 7. და თქვა ტახტზე მჯდომარემ, აი ვქმნი ყოველივე ახალს. და მითხრა მე დაწერე რამე თუ ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია. და მითხრა აღსრულდა. მე ვარ ალფა და ომეგა, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ წყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის წყაროსაგან. ვინც გაიმარჯვებს, დაიმკვიდრებს ამას. მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის ძე. ზედმეტი არ იქნება, მერვე მუხსას თუ წავიკითხავთ. ხოლო შიშრების და ურწმუნოების, შებილწულების და მკვლელების, მეძავეების და გრძნეულების, კერპთაყვნისმცემლების და ყველა ცრუს მათი ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია. ნახეთ ჯერ როგორი დიდებული სიტყვები და შემდგომ როგორი დასასრული ურწმუნოების და უღმერთოების მიმართ, მაგრამ რა დიდებული სიტყვები. ტახტზე მჯდომარემ თქვა, მე ყველაფერსო ახალს ვქმნიო. ვქნი ყოველივე ახალს. წეგან ვახსენე, იესო როგორც პირმშო და საწყიცი ახლისა ჩვენში, ვისი სიკვდილის მეშვეობით მივიღეთ ცოდვების პატიება, მაგრამ ვისი აღდგომის მეშვეობით მივიღეთ ხელახალი სიცოცხლე, ახალი სიცოცხლე. გავხდით ახალი ქმნილება, ახალი ადამიანი. ყველაფერს თავისი საფუძველი აქვს ღმერთში. ვერაფერს ვერ მივიღებთ ღმერთისგან, თუ ის მანამდე რამეს არ გააკეთებს და რამეს არ მოგცემს. ჩვენ არ შეგვიძლია რამის მიღება, თუ მანამ მას რამე არ აქვს გაკეთებული. ჩვენი ცოდვების პატიებისთვის მან თავისი სიცოცხლე გაიღო ჯვარზე. ჩვენი ხელახლა შობისთვის, ხელახლა დაბადებისთვის, რომ ახალი ქმნილება გამხდარიყავით ქრისტეში, ის აღდგა მესამე დღეს. ხოლო იმისათვის, რომ ჩვენში მისი სული შემოსულიყო, სული წმიდით მონათლულიყავით, ის განდიდდა. საფუძველი ცოდვების პატიებისა ქრისტეს ჯვარცმა. საფუძველი ხელახალი შობისა ქრისტეს აღდგომა. საფუძველი ჩვენი სული წმიდით ნათლობისა ქრისტეს დიდება, ქრისტეს განდიდება, რომ ჩვენ ძალა გქონდეს, როგორც ცოდვა ნაპატიებ ღმერთის ერს, ხელახლა შობილ ღმერთის ერს, ძალა გქონდეს მისი საქმის საკეთებლად. და ამისათვის ის ხელახლა გონათლავს, სული წმიდით გონათლავს, ძალას გვაძლევს. ამიტომ უთხრა მან
თავის იმ პირველ ეკლესიას, ასოც, ნუ დაიშლებით, ნუ წახვალთ იერუსალიმიდან, ჯერ ნუ დაიწყებთ დავალების შესრულებას, ჯერ ნუ დაიწყებთ ქადაგებას, სანამ არ მიიღებთ ძალას, როცა შეიმოსებით თქვენ ძალით, როცა მოინათლებით სული წმიდით, ეს მაშინ იქნება, როცა მე ავალ მამის ტახტზე დავჯდები და თქვენთვის გამოვითხოვ სული წმიდას, დიდება უფალს ამისთვის. იესოს დიდება, ჩვენ კი ძალა მისი დავალების შესასრულებლად. იესო განდიდდა და თავის შვილები მონათლა სული წმიდით, რომ მათ ძალა ქონოდათ მისი დავალების შესასრულებლად. ნებისმიერი საქმე ითხოვს ძალას. ძალის გარეშე საქმეს ვერ გააკეთებ და მით უმეტეს ღმერთის საქმე ითხოვს ღმერთის ძალას. ღმერთის ძალას ღმერთის საქმეს ადამიანური ძალით ვერ გააკეთებ და რადგან ღმერთის საქმე არის გასაკეთებელი, ამიტომ ღმერთი გვნათლავს სული წმიდით, რომ გქონდეს ძალა მაზეც დასამოწმებლად და მისი საქმის საკეთებლად. დიდება უფალს ამისთვის. ოღონდ ეს არ უნდა შებრკოლდეს. აი ეს ძალა მისი საქმის გასაკეთებლად გამუდმებით ითხოვს აი ახალი ქმნილება ქრისტეში, რაც დავიბადეთ, მას მივაქციოთ ყურადღება. მას ადგილი დაუთმოთ. ქრისტეში ღმერთმა ხელახლა იმიტომ არ გშვა, რომ ისევ ძველს დაუბრუნდეთ. ქვეყნიერებას დაუბრუნდეთ. ვწოდოთ ხოლმე. და ეშმაკის ზეგავლენის ქვეშ, დემონის ზეგავლენის ქვეშ მოვექცეთ. მომისმინეთ ყურადღებით, რამდენიმე აზრი მინდა გაგიზიაროთ, სანამ შემდეგ მუხზე გადავალ. ქრისტე არის სინათლე და მასში არ არის არავითარი სიბნელე. და ეს ახალი ქმნილება, რომელზეც წერია, ძველმა განვლო, ახლა ყოველივე ახალია და ეს ახალი არის იესო ქრისტეს რწმენით ჩვენში. ის უნდა გახდეს დომინანტი ადამიანი ჩვენში. ღმერთი დაკავებული არის აი ამ ახალი კაცის, ახალი ქმნილებასთან ურთიერთობით და სურვილით, რომ ეს ახალი ქმნილება დომინანტი გახდეს, გაიზარდოს, სიგრძე, სიგანე, სიღრმე, სიმაღლეში, მოიცვას ქრისტეს სიყვარულით ჩვენი გული, ჩვენი სული, ჩვენი გონება, ჩვენი ძალა, ჩვენი ყოველივე, იქამდე და ისე სიბნელეს რაიმე სახით, ცოდვას, ძველკაცს, ეგოისტურ ადამიანს, ხორციელ ბუნებას, ქვეყნიერების მიდრეკილებას და ზოგადად ყველაფერი ამის უკან ეშმაკი დგას და დემონები, მათ აღარ კონდეთ უფლება ჩვენზე. რეალურად სინამდვილეში ახალ ქმნილებაზე მათ უფლება არც აქვთ. სინამდვილეში რეალურად ახალი ქმნილება ისედაც არის დომინანტი, მაგრამ თუ აი ამ ახალ ქმნილებას, ახალ კაცის ზრდით, განვითარებით, რაც ხდება ქრისტე იესოში ცხოვრებით, ქრისტე იესოში სიარულით, თუ მას ამის ადგილს და უფლებას არ მივცემთ, ის ადვილად შეიძლება აღმოჩნდეს ისევე ძველი კაცის, ხორციელი კაცის მდგომარეობაში, ზეგავლენის ქვეშ. ახალ ქმნილებას არ სჭირდება კონსულტაციები და სხვა ფსიქოლოგიური რჩევების გაწევა. რადგან ახალ ქმნილებამ არ იცის რა არის დეპრესია. წარმოდგენა არ აქვს დეპრესიაზე. ახალ ქმნილებას წარმოდგენა არ აქვს
ეჭვზე, შიშზე, ურწმუნოებაზე, დეპრესიაზე, სასოწარკვეთილებაზე. მისთვის ეს სიტყვები ისეთივე გაუგებარია, როგორც ჩემთვის ჩინური სიტყვები. არ მესმის, ისე არ ესმის ახალ ქმნილებას, რა არის დეპრესია, შიშვი, ეჭვი და უნდობლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რადგან ახალი ქმნილება ზუსტად ისეთივე ბუნების მატარებელი არის, როგორც იესო ქრისტე. ღმერთზე დამოკიდებული, ღმერთის მოყვარული, ღმერთის მწყურვალი და მისინების შემსრულებელი, აღსრულებელი, რომელიც მან გააკეთა კიდეც. ზუსტად იგივე ბუნება, ზუსტად იგივე მიდრეკილება აქვს, იგივე წყურვილი აქვს, იგივე სწრაფვა აქვს. ზუსტად ისეთივე მორჩილია, ისეთივე თვინიერია, ისეთივე მსახურია, როგორც იესო, ზუსტად. რადგან ეს ახალი ქმნილება, ჩვენ კი შევეჩვიეთ ამას, მაგრამ ეს ახალი ქმნილება თავისით კი არ მოვიდა და თავისით ვერც მოვიდოდა. ეს ახალი ქმნილება სხვა არაფერი არ არის. იესო ქრისტე შემოსული ჩვენში სიტყვით, სული წმინდის მეშვეობით. ზუსტად იგივე ბუნება აქვს, ზუსტად იგივე მიდრეკილება აქვს, ზუსტად იგივე რწმენა აქვს, ზუსტად ისეთივე მსახურია, თვინიერი, მორჩილი. უბრალოდ მას ადგილის მიცემა უნდა, რომ გაიზარდოს. და თუ ჩვენ ვასწავლეთ აი ამ ახალ ქმნილებას, ჩვენში მღობს ქრისტეში დარჩენას, ქრისტეში სიარულს. ძმაგიას უყვარს ხოლმე ამ სიტყვის თქმა. როგორც მიიღეთ იესო ქრისტე, ასევე დარჩით მასში, ან და იარეთ მათში, როგორც წერია. დარჩით, ზოგან იარეთ მასში. თუ ჩვენ ვასწავლით ჩვენ თავს ახალ ქმნილებას, თუ ეს გახდა ჩვენთვის თავარი, დომინანტი, ახალი კაცი, ახალი ქმნილება, ახალი ადამიანი, თუ მას ვასწავლით ქრისტეში ცხოვრებას, ქრისტეში სიარულს, ზრდას, განვითარებას, გარკვეული ხნის შემდეგ ის მოვა ისეთ ასაკში, სულიერ ასაკში, მოწიფულ ასაკში, მისთვის მიუღებელი იქნება უკან გახედვა, უკან გაბრუნება. მისთვის მიუღებელი იქნება ძველთან დაბრუნება. რამე თუ ყველაფერი ძველი მისთვის ახალი ქმნილებისთვის, როგორც იესომ თქვა ტახტზე მჯდომარემ, აი ვქმნი ყოველივე ახალს. მისთვის ყოველივე ძველი ქვეყნიერება, ცოდვა, უკან გაბრუნება მიუღებელია, დაუშვებელია, რადგან ის სიბნელის სამყაროს წარმოადგენს. ხოლო ქრისტეში და მასში, ახალ ქმნილებაში არ არის არავითარი სიბნელე. არ შეიძლება იყოს მასში არავითარი სიბნელე. დიდება უფალი იესო ქრისტეს. დიდება უფალი იესო ქრისტეს. საბოლოო ჯამში ცოტა მოვლენებს თუ გავასწრებ, ყველაფერი აღსასრულს პოვებს ან ქრისტეში ზეცის და სამოთხის სახით. ან და როგორც წავეკითხე, ქრისტეს გარეშე, ჯოჯოხეთში, ქრისტეს გარეშე, ჯოჯოხეთში, ეს არის ჯოჯოხეთი ქრისტეს გარეშე. ეს არის გოგირდიანი ცეცხლის ტბა იესო ქრისტეს გარეშე. და ყველაფერი თავის ბოლოს პოვებს ან ქრისტეში, სამოთხეში, ზეცაში და მარადიულობაში, რისთვისაც მოვიდა იესო, ან და უღმერთოებისთვის, ურწმუნოებისთვის ქრისტეს გარეშე პოვებს ჯოჯოხეთში და გოგირდიან ცეცხლის ტბაში. ამდენად მნიშვნელოვანი არის იესო ქრისტე ჩვენს ცხოვრებაში და არა მარტო ჩვენს ცხოვრებაში. ზოგადად იესო ქრისტე.
ყველაზე მთავარი მოვლენა დედამიწის ზურგზე მისი მოვლინება გახლავთ. მისი ჯვარცმა, აღდგომა და განდიდება. ყველაფერი იმ შედეგებით, იმ დამსახურებით, რაც მან მოიტანა ჩვენ ცხოვრებაში. მოდით კიდევ ამასთან დაკავშირებით შემდეგი მუხლი მინდა წაგიკითხოთ და ჩვენი შემდეგი მუხლი არის მათეს მე-9 თავიდან მინდა წავიკითხო. მათეს მე-9 თავიდან მე-14, მე-17 მუხლები. შეიძლება რომ წავიკითხავ ცოტა გაგიკვირდეთ სადეს და სადეისო, მაგრამ ამას აგიხსნით რატომ მაინდა-მაინც ეს ადგილი და რაში მდგომარეობს ამ ადგილის მნიშვნელოვნება ამ შემთხვევაში. მე-14 მუხლიდან ვკითხულობ. მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები, იესოსთან მივიდნენ იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ არის რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ? უთხრა მათ იესომ: განა შეუძლია გლოვა მეხორწილეებს ვიდრე მეფე მათთან არის, მაგრამ მოვლენ დღენი, როცა მეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ. ძველტანისამოს არავინ დაადებს საკარებელს ახალი ქსოვლისაგან, ვინაიდან ახლად დაკერებული მოხებს სამოსელისაგან და ნახვრეთი უარესი გახდება. არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, სხვანაირად ტიკები სკდება, ღვინო იქცევა და ტიკებიც იღუპება. არამედ ახალ ღვინოს ასხავენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება. არ გეგონოთ რამე გადახვევას ვაკეთებ, არა, ჩემ აზრს ვაგრძელებ სულთმობნობის არსზე და ახალ ქმნილებაზე. თუმცა კითხვა მაცხოვარს დაუსვეს მარხვასთან დაკავშირებით. მე წარმომიდგენია როგორ ამაყად მივიდოდნენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები იესოსთან და არა მარტო თავიანთი სახელით ლაპარაკობდნენ, არამედ ფარისეველთა სახელითაც ლაპარაკობდნენ, რომ აი ჩემი მოწაფე, ჩვენი იოანეს მოწაფეებიო, ჩვენო მარხულობთო, ფარისევლებიცო, მათი მოწაფეებიო, მარხულობენო, შენი მოწაფეები კიდე არ მარხულობენო. ალბათ იმის თქმა უნდა, რომ ჩვენ უფრო მაგრები ვართ, ჩვენ უფრო სულიერები ვართ. ხანდახან ხო იბადება ხოლმე ასეთი აზრი, როცა ვმარხულობთ, რომ სხვაზე მაგრები ვართ. აი ფარისევლებს ებადებოდათ ეს აზრი, ლოცულობდნენ ხოლმე და მარხულობდნენ ხოლმე სხვების დასანახავად და იესო ამბობდა, რომ მათ მიიღეს უკვე თავიანთი საზღაური. და რა იყო მათი საზღაური? ტაში და ქება იმ ადამიანებისაგან, რომელიც ხედავდნენ, რომ ისინი მარხულობდნენ. მაგრამ თქვენში მასენო იქნება. თქვენ იმარხულეთ დაფარულში თქვენი ზეციერი მამის წინაშე. და დაფარულში მარხულს ღმერთი ცხადად მიუძღავს. მაგრამ თითქოს იესომ რაღაცნაირად სულ სხვა პასუხი გასცა აი ამ კითხვაზე, მისი მოწაფეები არ მარხულობდნენ. მან უთხრა, რომ განაო მეხორწილეებიო, სანამ მეფე მათთან არისო, შეუძლიათო გლოვაო მეხორწილეებსო. მაგრამ როდესაცო მეფე მათთან არ იქნებაო, თავის თავზე ამბობს, მე როცა ჩემს მოწაფეებთან არ ვიქნებიო, მე იმარხულებენო. რა უთხრა იესომ და რისი თქმა მინდა თქვენთვის აი ამ მაგალითზე. იესომ უთხრა, რომ მათ არ სჭირდებათ მარხვა, რადგან მე ვარ მათთან. ზოგადად მარხვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ მოგაკდა სიახლოვე ღმერთთან, თუ მოგაკდა მოზიარეობა იესო ქრისტესთან, თუ ვეღარ აგზნობ სულიწმინდის თანდასწრებას, ცხებულებას, სიახლოვეს, გადაგიყოლა საქმეებმა, გადაგიყოლა საზრუნავმა,
გადაგიყოლა სხვადასხვა რაღაცა საკითხებმა, ისე ვეღარ ლოცულობ, როგორც ლოცულობდი, ისე ვეღარ კითხულობ, ღმერთის სიტყვას ისე არ გწყურია, ისე ვეღარ კითხულობ. და ასე შემდეგ. ერთ დროს სიხარულით მოდიოდი. გულში სიხარული ქონდა, მშვიდობა ქონდა, სიცოცხლის ყოველგვარი გამოვლენა ქონდა, მაგრამ ეხლა შენი ცხოვრება, როგორ ვთქვა, ნომინალური გახდა, ჩვეულებრივი გახდა, აღარა გაქვს ის ლტოლვა, აღარა გაქვს ის სწრაფვა, აღარა გაქვს ის შიმშილი და წყურვილი უფლისა, უფრო მეტიც უფრო სხვა რაღაცა წამოიწია ყურადღების ცენტრში, სხვა ვიღაცა გახდა უფრო მნიშვნელოვანი, სხვა რაღაცა საზრუნავი, სხვა რაღაცა პრობლემა, სხვა რაღაცა საჭიროებამ დაიკავა ცენტრალური ადგილი შენს გულში და ყველაფერმა ამან გააჩოჩა იესო ქრისტე. მარხვა გჭირდება. რატომ გჭირდება მარხვა? რომ ის ახალი ღვინო ახალ ტიკში ჩაასხა. რადგან ის ახალი კაცი, ახალი ქმნილება ძველი ცხოვრებას არ აპირებს. არც შეუძლია. არც უნდა. არც გამოუვა. ახალმა კაცმა უნდა იცხოვროს გამუდმებით ახალი ქმნილების დამახასიათებელი ცხოვრებით, რომელიც ქრისტეს მსგავსია. წეღან ამერიკელი წყემსი გვესაუბრებოდა მომზადების საჭიროებაზე, საგალობელი იყო განახლების აუცილებლობაზე. და იესო მესაი ძალიან მარტივად როგორც ეხერხებოდა. მადლობა ღმერთს, ჩემსავით რთულად არ ლაპარაკობდა ხოლმე. მარტივად და გასაგებად ლაპარაკობდა. ძალიან მარტივად თქვა, ახალი ღვინო ახალ ტიკში შეძლებს კარგად ყოფნას. ძველ ტიკში ახალი ღვინო ვერ გაჩერდება, დახეთქავს. ტიკსაც დაანგრევს, თვითონაც დაიღვრება. არ გამოვა საქმე. რა თქვა ამით იესო ქრისტემ? მარხვა არის საშუალება ჩემთან ხელახლა დაბრუნების, ხელახლა განახლების, აღდგინების, იმ დაკარგული წყურვილის, იმ დაკარგული შიმშილის განახლების, დაბრუნების, რაც ერთ დროს ქონდა და აღარა გაქვს. და ის ამას ახერხებს იმის ხარჯზე მარხვის დროს. განახებს იმ ძველს, იმ ხორციელს, იმ მიდრეკილებას, იმ შხამს, იმ საწამლავს, რომელიც ან შენი დაუდევრობით, ან და შენი უყურადღებობით, ან და სიფხიზლის მოდუნებით დაიბრუნე, მიიღე. ქვეყნიერებაზე არის უსამართლობა, არის უმართლობა, არის ბოროტება. და ეს უსამართლობა, ეს უმართლობა, ეს ბოროტება, ეს უსახურობა და უმსგავსლობა კლავს ადამიანებს, ჭრის ადამიანებს, ატკენს ადამიანებს, მოქმედებს მასზე და სამწუხარო თამაში ხანდახან მორწმუნეებიც ვეხვევით ხოლმე, დაჭრილები ვართ, ნატკენები ვართ, განაწყენებულები ვართ, უკმაყოფილოები ვართ, უპატიებლები ვართ. მაგრამ მოიშორე ეს სულყველაფერი. ჯობია შენს მოწოდებაზე იფიქრე, ჯობია შენს დანიშნულებაზე იფიქრე, ჯობია ახალ ღვინოზე იფიქრე, ჯობია ახალ ქმნილებაზე იფიქრე, ჯობია წყურვილზე იფიქრე, ჯობია იმაზე იფიქრე, რომ ამ დინებამ უნდა გააგრძელოს დინება შენი მუცლიდან და ამოწმე მასზე, ილაპარაკე მასზე. შენს მოწოდებაზე, შენს დანიშნულებაზე, მის განხორციელებაზე იფიქრე. მაინც ხო რაღაცაზე ფიქრობ, რაღაც ტკივილზე ფიქრობ, რაღაც ჭრილობებზე ფიქრობ, რაღაც წკენებზე ფიქრობ, რომელიც წამლავს იმ ახალ ქმნილებას, რაც მიიღე. შენს მოწოდებაზე იფიქრე, შენს მსახურებაზე იფიქრე, შენს დანიშნულებაზე იფიქრე, მის განხორციელებაზე იფიქრე. ახალი ღვინო ახალ ტიკში უნდა იყოს. ძველში ვერ გაჩერდება, დახეთქავს, დაიღვრება. მეორე მაგალითიც მოიყვანა ახალ საგარებელზე,
ან ძველ კაბაზე ახალ ნაჭერს დადებარა აქვს, უფრო დიდ ნახვეტებს გაუკეთებს, იმიტომ რომ ძველია, დაზონძილია, სიმაგრე აღარ აქვს, სიმტკიცე აღარ აქვს. ძველზე კი არ უნდა მიაბა ახალი, ძველი უნდა გაუშვა და ახალი უნდა წარმოქმნა და გააგრძელო და გაზარდო. აი ამ ძველსა და ახალ შორის გამოდმებით იქნება ჭიდილი. ძველს გამოდმებით თავისი მოთხოვნა იქნება, იმიტომ რომ ძველის წყარო არ გაჩერდება. დემონი არ გაჩერდება. მაგრამ ახალსაც თავისი წყარო აქვს. იესო ქრისტე და ის უფრო ძლიერია. ზეცაში მამის ტახტზე სატანა კი არ არის, ის გადმოგდებულია იქიდან. ზეცაში მამის ტახტზე იესო ქრისტეა. ის უფრო ძლიერია, ის ძლევამოსილია. მაგრამ ძველის და ახლის გადახედვა, გადარჩევა და ძველისგან განთავისუფლება და ახალში ცხოვრების განახლება ეს ჩემი არჩევანია. ეს ჩემი სულიერი გარჩევის უნარია, ეს ჩემი გადაწყვეტილება არის. აი ეს დაახლოებით ისე ხდება, როგორც გარდირობს მოექცევით ხოლმე, როცა რაღაცა დაგიძველდა და როცა რაღაცა აღარ გეტევა და როცა რაღაცა გახუნდა და როცა რაღაცა გამოუყენებელია. ძალით ხო არ იცმევ, არა აღარ გეტევა. გაუშვი. აღარ შეგეფერება. აღარ შეგშვენის. მიუღებელია. იმიტომ რომ ახალი ქმნილება ხარ. ახალ ქმნილებაში სიბნელი არ არის. ახალ ქმნილებაში უმართლობა არ არის. ახალი ქმნილებაში დეპრესია არ არის. ახალი ქმნილება არ რჩება წყენებში, ტკენებში. ახალი ქმნილება იშუშებს, ეხმარება ყველაფერი ეს მოიშუშოს, ყველაფერი ამისგან განთავისუფლდეს, ძველი მოიშოროს, განახლდეს და ყოველი განახლება ახალ სულშია, ყოველი განახლება ახალ ძალაშია, ყოველი განახლება ახალ წლოვანებაშია, ახალ პასუხისგებლობაშია, თუმცა ახალ ბრძოლებშიც არის, მაგრამ ყოველი ახალი განახლება უფრო ძლევამოსილია, უფრო ძლიერია, უფრო აშკარაა, უფრო მტკიცეა, როგორც წმინდა წერილი ლაპარაკობს, სულიდან სულში გადავდივართ, ძალიდან ძალაში გადავდივართ, წმენიდან წმენაში გადავდივართ, დიდებიდან დიდებაში გადავდივართ, ყოველი ახალი განახლების შედეგად, რაც ძველის მოშორების შედეგია. აი ეს უთხრა იესო ქრისტემ მომარხულეებს. სამი წმინდა კომბინაცია რის ხარჯზეც ცოცხლობს. ღმერთი შვილი, ახალი ქმნილება, ახალი კაცი. ეს სამი წმინდა კომბინაცია არის ლოცვა, მარხვა და ღმერთის სიტყვა, წერილების ცოდნა და მათი სწორი გამოყენება. აი ზუსტად ისე როგორც იესო რომ იესოა, ისიც კი მარხულობდა. და მან აი ამ სამი წმინდა კომბინაცია წარმოაჩინა, მარხულობდა, ლოცულობდა, წერილს სწორად იყენებდა, სწორ დროს, თავხედის ეშმაკის სხვადასხვა შემოთავაზებებზე და წერია რომ ეშმაკმა ის მიატოვა და მის ნაცვლად ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას და მან ძლევა მოსილებაში გააგრძელა მსახურება, დიდება უფალს ამისთვის. იმდენად ძლევა მოსილებაში, რომ ხალხი ამობდა, ეს სხვა მწიგნობრებივით არ ლაპარაკობს. რაღაც სხვანაირად ლაპარაკობს, ძალაუფლებაში ლაპარაკობს. აი ეს ძალაუფლება სწორედ იმისი შედეგი არის ახალი ქმნილებისა, რომელიც არ უთმობს და არ უტოვებს ადგილს, ძველს, ცოდვას, ქვეყნიერებას, ეშმაკს. რაც აუცილებელი ნაწილი არის, აი წეღან ვახსენე, ძმამაც რო ახსენა, მსახურის ღმერთის შვილის მომზადებისა. და კარგი ფრაზა დაგვიტოვა, ხო? კარგი ფრაზა დაგვიტოვა. სადაც არ უნდა იყო, რაშიც არ უნდა იყო, იცოდე რომ ღმერთი გამზადებს.
ღმერთი გამზადებს და ეს მზადება სწორედ ამაში მდგომარეობს. კარგით, კიდევ გვაქვს აქ მუხლი, ეხლავე მოგახსენებთ რომელი გალატელთა წერილიდან, ნახეთ შესანიშნავი მოწმობა და ადგილი, ეს გახლავთ მე-6 თავიდან, მე-14, მე-16 მუხლები, ეს მოციქული პავლეს სიტყვები გახლავთ. მე კი ნუ დავიკვეხნო გარდა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრითა, რომლითაც ქვეყნიერება ჯვარცმულია ჩემთვის და მე ქვეყნიერებისთვის. ვინაიდან ქრისტე იესოში არაფერს ნიშნავს არც წინა დაცვეთა, არც წინა დაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. ვინც ამ წესის მიხედვით მოიქცევა, მშვიდობა, წყალობა მათზე და ღმერთის ისრაელზე. თვითონ პავლე ასეთი ადამიანი იყო, ასეთი მოწაფე იყო, ასეთი მსახური იყო. თვითონ ის აი ამ წესით ცხოვრობდა, აი ამ წესით იქცეოდა. თვითონ მან განიცადა ღმერთის ჩარევა და მოქმედება მის ცხოვრებაში. თვითონ ის იყო ცოდვა ნაპატიები, ხელახალი შობილი, სულიწმიდით მონათლული და თვითონ მან იცოდა ის თუ რა წარმოქმნა ქრისტემ მასში სულიწმიდის მეშვეობით და როგორც თვითონ ამბობს, ის ამ წესით ცხოვრობდა, ის ამ წესით იქცეოდა. თვითონ ჩვენთაგანის არჩევანი არის რა წესით ვიცხოვრებთ, რა წესით გავაგრძელებთ ცხოვრებას. ეს ჩვენი არჩევანია. მე შემიძლია ამ ახალი ქმნილების წესით გავაგრძელო ცხოვრება და ასეც უნდა გავაკეთო. თუ მინდა ნაყოფი ვიყო სულთმოფენობისა და მე შეგახსენებთ რა არის და რას გულისხმობ აი ამ ნაყოფში სულთმოფენობისა. მე თვითონ დაწყრულებული ვიყო ღმერთისაგან, მე თვითონ შევსებული ვიყო აი ამ სიცოცხლის წყლით, რომელიც ზეციდან მისგან მომდინარეობს და ჩაიღვარა ჩემში და ამავე დროს მე გამტარი ვიყო აი ამ სიცოცხლის წყლის მდინარეებისა, როგორც მაცხოვარმა თქვა, ვისაც წყურია ჩემთან მოვიდეს და ვისაც ისეს წამს, როგორც ამას წერილი ლაპარაკობს, მისი მუცლიდან იდინებს სიცოცხლის წყლის მდინარეები და მან ეს იმ სულის შესახებ თქვა, რომელიც ჯერ გადმოსული არ იყო. ეხლა გადმოსულია. სულიწმინდა გადმოსულია. დინებაშია. ნებისმიერ შეუძლია მიიღოს, მოითნათლოს სულიწმინდით, იყოს ახალი ქმნილება, როგორც ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში ერთ დროს, სხვათა ცხოვრებაში და დაიწყოს ცხოვრება ახალი ქმნილების წესის თანახმად. ასეთისთვის არ აქვს არაფერს მნიშვნელობა. აღარ აქვს არაფერს მნიშვნელობა. ასეთისთვის ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა. ქრისტეს სიახლოვეს არ მოშორდეს და სხვა ადამიანის ყურებამდეც მიაღწიოს ქრისტეს სახარებამ, რომ სხვებიც გადარჩნენ. ასეთებისთვის მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა. და იმის გამო, რომ თავის დროზე ეკლესია ასეთი იყო და ამას აკეთებდა, წარმოიდგინეთ, ეს ეკლესია 21 საუკუნემდე მოვიდა და თანაც როგორი მოვიდა. გაზრდილი, გამრავლებული, გაბევრებული, ერთი წერტილიდან იერუსალიმიდან ყველა კონტინენტზე, სულ ყველგან გავრცელებული, შეიძლება ყველა ერიან ეთნიკური ჯგუფში, შეიძლება არ არის ქრისტეს რწმენა და შეიძლება ჯერ სახარება თუ ბიბლია მის ენაზე არ არის ნათარგმნი, მაგრამ პრინციპულად სახარების შესაძლებლობები ხო გაზრდილია, გაფართოებული და გამრავლებული არის.
რატოა პავლე ასეთი კატეგორიული? ჩემთვის არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყნიერება ჯვარცმულია ჩემთვის. მან დაკარგა ქვეყნიერების ინტერესი. რატომ არის ასეთი კატეგორიული, როცა ამბობს, რომ ქვეყნიერება ჩემთვის ჯვარცმულია და მხოლოდ ერთ რამეს აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ახალ ქმნილებას. რადგან ღმერთი ახალ ქმნილებასთან მეგობრობს, თანამშრომლობს, თანაზიარებს. ღმერთი არ თანამშრომლობს, არ თანაზიარებს, არ მეგობრობს ძველ კაცთან, ხორციელ კაცთან. ძველი კაცი, ხორციელი კაცი, ეგოისტური კაცი ღმერთის თვალში ჯვარცმულია, მკვდარია ქრისტესთან ერთად გოლგოთის ჯვარზე. და ვისთანაც ღმერთი თანამშრომლობს, ურთიერთობს, მეგობრობს, თანაზიარობს, ევლება, ზრდის, ანვითარებს და უყვარს, ეს ახალი ქმნილებაა, ახალი კაცია. და სწორედ ამაში მდგომარეობს გამარჯვებული ქრისტიანული ცხოვრების აზრი და არსი. ახალი კაცის გაზრდაში, ახალი კაცის განვითარებაში, ახალმა ქმნილებამ მოიცვას მთელი არსება, ძველის დასუსტების, სიკვდილის და მოშორების ხარჯზე, ახალმა კაცმა მოიცვას მთელი არსება, რა თქმა უნდა პრობლემები იქნება, რა თქმა უნდა წინაღობები იქნება, რა თქმა უნდა გამოწვევები იქნება, რა თქმა უნდა ბრძოლები იქნება, მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ იმას დაგვანახებს. თუ დარჩა ჩვენში რაიმე სიბნელე, თუ არის ჩვენში რაიმე ეჭვი, თუ არსებობს ჩვენში რაიმე ხორციელი მიდრეკილება, ჩვევა თუ ხასიათი, და თუ ვილოცებთ კიდეც, ვიმარხულებთ კიდეც და წმინდა წერილის თვალს გაუსწორებთ, ღმერთს მივცემთ საშუალებას იშრომოს და იმოქმედოს ჩვენში, მათი აღმოფხვის ხარჯზე ახალ ქმნილებაში გავიზარდოთ, განვითარდეთ და მივაღწიოთ ღმერთის ნებას, მის აღთქმებს, მის დაპირებებს და ეს სწორედ იმაში მდგომარეობს ჩვენც უბედნიერესი, უნეტარესი ხალხი ვიყოთ დედამიწაზე და სხვებიც გავახაროთ და გავაბედნიეროთ ქრისტეს სახარების ქადაგების ხარჯზე, როცა ქრისტეს ახარება მათში შეიტანს აი ამ სიცოცხლის წყალს, რომელიც მათშიც მდინარედ გადაიქცევა. დიდება უფალსამისთვის. ეს არის სულთმოფენობის ქადაგების არსი. ამაშია ჩვენი მოვალეობა და დანიშნულება. შეიძლება სხვადასხვა მსახურებით, სხვადასხვა საქმით, მაგრამ ამას ვემსახურებით ჩვენ, რომ გაგრძელდეს აი ეს მდინარე, რომელიც ტახტიდან წამოვიდა, არ გაჩერდეს, მან დინება გააგრძელოს და მიწვდეს ყველას და ყველაფერს, რომ იქ სიცოცხლე მიიტანოს. დიდება იესოს. ჩემი ხუთი მუხლიც ამოვწურე და მე მგონი ჩემი ქადაგებაც და ჩემი საუბარიც. ამიტომ მოდით ეს იყოს ჩვენი გულის თხოვნა, ეს იყოს მოდით ჩვენი ლოცვა. ღმერთო, შენგან მინდა ვიყო დაწყვეტილი. არა ქვეყნიერება მაწყვილებდეს, შენ მაწყვილობდე. და არ მინდა რომ ჩემში ეს მდინარე გაჩერდეს. მინდა რომ ის აგრძელებდეს დინებას და ჩემგან მიწვდეს სხვა ადამიანებს. იმ სახურებით, იმ საქმით, იმ მოწოდებით, იმ ნიჭებით, იმ ტალანტებით, იმ უნარით. ოღონდ აიღე შენს თავზეც ეს პასუხისგებლობა. ეს არ არის მარტო წყემსი საქმე და ეს არ არის მარტო მქადაგებლის საქმე. ეს ნებისმიერი საქმეა. თუ შენში აი ამ წყალმა მოაღწია და თუ შენში ეს სიცოცხლე შემოვიდა, აიღე პასუხისგებლობა, რომ ის შენთან უგაჩერდება, შენგან გააგრძელოს დინება და სხვამდეც მივიდეს. ვინმეს რომ შერცხვენოდა, შეშინებოდა და თავი შეეკევებინა,
არ ეკადაგა ჩემთვის იესო ქრისტე, არ ელოცა რომ გადავრჩენილიყავი. დღეს აქამდე არ ვიქნებოდი. შენთვისაც რომ ვიღაცას არ გაეზიარებინა ეს სახარება, არ ეთქვა, წამო ეკლესიაში, იქ ქრისტეზე ქადაგებენ, სახარებას ქადაგებენ. ვერჩენ ვერ იქნებოდი აქ. და თუ ჩვენც იგივეს არ გავაგრძელებთ, ლოცვას ჯერ კიდევ იმ ადამიანებისთვის, ვინც ქრისტესთან არ არიან, თუ ჩვენ კიდევ არ გავაგრძელებთ სიყვარულით, შრომას, მუხლებზე დგომით, მარხვაში თუ ლოცვაში იმ ადამიანებისთვის, როგორც ამას ვიღაცა ჩემთვის აკეთებდა, თქვენთვის აკეთებდა, მაშინ ისინი შედეგს ვერ იხილავენ. ასეთი არის ეკლესია, ასეთია მოქმედი ეკლესია, ასეთია ცოცხალი ეკლესია. მდინარე მივიდა იქამდე და მდინარე მდინება უნდა გააგრძელოს. მაგრამ ადამიანები ისეთი ცოდვებით არიან შებორკილები. წეგან ძმა ამ ბორკილებზე ლაპარაკობდა, ხო? იმ ბორკილებისგან ჩვენ ადამიანურად მათი განთავისუფლება არ შეგვიძლია. იმ ბორკილებისგან განთავისუფლება ქრისტეს სულ შეუძლია. მაგრამ ქრისტეს სული თავისუფლდება მაშინ, როცა აი ამ სულის კვეთებით ვლოცულობთ, ვმარხულობთ და სახარებას ვქადაგებთ. მაშინ ქრისტეს სული თავისუფლდება. მე როცა ეკლესიაში მოვედი, ადამიანებმა არ იცოდნენ ხოლმე თქმა. წლოვანი ბებოები იყვნენ ხოლმე და არ იცოდნენ ხოლმე თქმა, რომ აი ვმარხულობო. რომ ისე არ მოგჩვენებოდა, რომ რა სულიერი ადამიანია. არა, იცოდნენ ხოლმე თქმა, შრომაში ვარო, შრომაშიო. და მე ვიცოდი, რომ ისინი ლოცულობდნენ, ისინი მარხულობდნენ. და ღმერთის სული ისე მოძრაობდა ეკლესიაში და ისე ეხებოდა ადამიანების გულებს, რომ მართლაც ტყვე თავისუფალი მიდიოდა. ავადმყოფი იკურნებოდა. დემონური სულით შეპყრობელი თავისუფლდებოდა. ერთ-ერთი მათგანი მეც ვიყავი, რასაც გიყვებით, მარტო აქედან არ გიყვებით, რასაც გიყვებით, ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში განხორციელდა. ვიცი უღმერთო ცოდვილი ცხოვრება, მაგრამ ისიც ვიცი ქრისტეს წყალობა და გათავისუფლება. ვიცი დემონური შემოტევები და დემონური სული რა აძლევს და გრძნობებს და სურვილებს და წადილებს მაძლევ და მიგზავნი, მაგრამ ვიცი მისგან გათავისუფლებაც მლოცველი და მარხველი ხალხისგან. ვიცი ხელახლა შობაც, ვიცი სულიწმიდით ნათლობაც, სულით ავსებაც, ეს ახალი ქმნილება, ახალი ცხოვრება და მართალი გითხრა, არათუ სურვილი არა მაქვს უკან გახედვის, მეზიზღება ყველაფერი ის, რაც ამის გარეშე არის. და არც ერთი წამი არ მაცოცხლოს ღმერთმა ამის გარეშე, ახალი ქმნილების გარეშე, ღმერთის შემოქმედების გარეშე, ქრისტე იესოში და მისი მეშვეობით ჩვენში. ამიტომ მისი ეს შრომა, მისი ეს საუბარი, მისი ეს მუშაობა თუ დამუშავება შენგან ყველაფერში გამოიყენე, რომ ახალ ქმნილებაში გააგრძელო ცხოვრება. ახალ ქმნილებაში გააგრძელო ცხოვრება. და ბოლოს ახალ ქმნილებაზე არათუ არავითარი ძალაუფლება არ აქვს დემონს. პირიქით, ახალი ქმნილება არის ის, ვინც დევნის, ვინც უბრძანებს, რადგან დემონს თუ რამის ეშინია, ქრისტეს შეეშინია და ქრისტეს მიერ წარმოქმნილი ახალი ქმნილების ეშინია, უსმენს და გარბის კიდევაც მისგან. და ეკლესია სწორედ ახალი ქმნილება არის. მისი სულისაგან წარმოქმნილი. და მე ვიღაცაზე არ ვლაპარაკობ. მე შენზე ვლაპარაკობ და საკუთარ თავზე ვლაპარაკობ. ჩვენზე ვლაპარაკობ. ეკლესია შენობა არ არის. ეკლესია ადამიანები ვართ. ვიში ცხოვრობთ ღმერთის სული. პავლე მოციქული ასე გეტყოდა სახარებიდან. ნუ თუ არიცით რომ სული წმინდა ცხოვრობს თქვენში. ნუ თუ არიცით რომ ღმერთის ტაძრები ხართ. რა უნდა უპასუხოთ პავლეს? ვიცით პავლე. ვიცით სული წმინდა არის ჩვენში.
ახალი ქმნილება ვართ, ღმერთის ტაძრები ვართ და ამ ახალ ქმნილებაში გავაგრძელებთ ცხოვრებას, რომელშიც არ არის სიბნელე, აქეთ დომინანტია, რომ განდევნოს სიბნელე მის გზაზე, მის წინააღმდეგ წარმოქმნილი. დიდება უფალს ამისთვის. კარგით, მოდით წამოვდგეთ და ვილოცოთ.